დასრულდა თუ არა იანუკოვიჩის მმართველობის ხანა ჯერჯერობით უცნობია. ექს-პრეზიდენტს ისევ ეძებენ. იანუკოვიჩს არა მარტო ოპოზიცია, თანაგუნდელებიც აკრიტიკებენ და ქვეყნის ღალატში სდებენ ბრალს. პარტია რეგიონები პოლიტიკურ ლიდერს გაემიჯნა. მედი თუ ვრცელდება კადრები თუ როგორ ტოვებენ ქვეყანას, იანუკოვიჩის ოჯახის წევრები, თავად პრეზიდენტი კი გუშინდელი სატელევიზიო მიმართვის შემდეგ არავის უნახავს. პოლიტოლოგების შეფასებით გამარჯვებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან თუ კიევს მაიდნის თავდაცვის კომიტეტი აკონტროლებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი, ისევ კრემლისა და იანუკოვიჩის პოლიტიკის მომხრეა. ევროპა თუ რუსეთი, ორად გაყოფილი აზრი და საერთაშორისო რეზონანსი ნახეთ სოფო ნაცვლიშვილის სიუჟეტში. ვიტალი კლიჩკო საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ოპოზიციის ლიდერმა BBC-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ საკუთარი კანდიდატურის წარდგენას აპირებს. დღესვე ცნობილი გახდა პრემიერობის კანდიდატები. უმაღლეს რადას სამი კანდიდატურა იულია ტიმოშენკო, არსენი იაცენიუკი და სერგეი ტიგიპო უნდა განეხილო, თუმცა სპიკერმა საკითხის განხილვა გადადო. ახლა ფრაქციების და კომიტეტების ხელმძღვანელების შეკრება მიმდინარეობს, ხდომა კი ხვალგან ახლდება. რადგან დღეს პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი აერჩია თანამდებობას ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, რადა სპიკერი ალექსანდრე ტურნიჩევი დაიკავებს. რადას გადაწყვეტილებით თანამდებობიდან დათხოვილი არიან საგარეო საქმეთა ჯანდაცვის და განათლების მინისტრები. კვლავ ცნობი რჩება სადაა ვიქტორ იანუკოვიჩი. რამდენიმე საათის წინ მას პასუხისმგებლობა კიევში მომხდარ სისხლის ხრაზე საკუთარმა პარტიამაც დააკისრა. უკრაინა გაყიდეს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ვიქტორ იანუკოვიჩს და მის უახლოეს გარემოცვას ეკისრება. ჩვენ რეგიონების პარტია ვგმობთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც სისხლისღვრამდე ადამიანების უმიზნო დასჯამდე ფინანსურ კრიზისამდე მივიყვანეს. პარალელურად უკრაინული მედია ავრცელებს კადრებს, რომელზეც დაჩვენებია, როგორ დატოვა ქვეყნის პირველი პირის ოჯახმა მეჟგორიეს რეზიდენცია. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის სერგეი ასტრახანოვის თქმით, დღის პირველი ნახევრის მონაცემებით იანუკოვიჩს ქვეყანა არ დაუტოვებია. ოფიციალურად დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასულ ღამეს დონეცკის აეროპორტში შეიარაღებული პირები მივიდნენ, რომლებმაც მესაზღვროებს დაურეგისტრირებელი ფრენის შესრულებას თხოვეს, თუმცა უარი მიიღეს. მეჟგორიეს რეზიდენცია რადას გადაწყვეტილებით კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა. ამ დროისთვის მას ეროვნული თავდაცვის ჯგუფების წევრები აკონტროლებენ. საინფორმაციო სააგენტოები კი იანუკოვიჩის ქონების იმ ნაწილის ვიდეო მასალას აქვეყნებენ, რომელიც მას რეზიდენციაში დარჩა. მათ შორის იახტა, საკოლექციო ღვინო, საკუთარ გამოსახულებიან ბოთლებში ოქროს მონეტები და ძვირადღირებული მანქანებია. შენობაში იპოვეს განადგურებული შავი დოკუმენტაცია, რომელიც სავარაუდოდ ჟურნალისტებზე, ოპოზიციის აქტივისტებსა და დეპუტატებზე შეიცავდა ინფორმაციას. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, არაფერი რომ არ გაფუჭდეს და მარადიორობა ავირიდოთ თავიდან. აქაურობას თვალყურს ვადევნებ, თუმცა როგორც ჩანს კულტურული ხალხი ყავს, არავის არაფრის წაღება მონდომებია. დაუდასტურებელი ცნობით ბოლოს ვიქტორ იანუკოვიჩი ხარკოვში ნახეს, სადაც მან იულია ტიმოშენკო მოინახულა. თავად ყოფილი პრემიერი ინფორმაციას არ ადასტურებს. ტიმოშენკო ხარკოვიდან გასულ ღამესვე ჩავიდა კიევში და ევრომაიდანზე მივიდა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ბრძოლა დამთავრებული არაა და დემონსტრანტებს აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. დღეს თქვენ გახსენით გზა ისეთი უკრაინის მომავლის მშენებლობისთვის, როგორიც თქვენ გსურთ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ ენდოთ პოლიტიკოსებს და ბიუროკრატებს. სწორედ ამიტომ აქ უნდა დარჩეთ, სანამ სამართლიანი გზით არ აირჩევენ ადამიანს, რომელსაც თქვენ ენდობით. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ სისტემის ძირეული ცვლილება გვჭირდება, ახლა ჩვენი გამარჯვება უნდა გავამყაროთ. კიევში მდგომარეობას კვლავ მაიდანის თავდაცვის კომიტეტი აკონტროლებს. აეროპორტის გასასვლელთან მათ იულია ტიმოშენკოს კორტეჟით შეამოწმეს. ოპოზიციის ლიდერებს მათ სთხოვეს არ დაავიწყდეთ ვინ მოაწყო რევოლუცია. Слава Украине! Героям слава! Слава Украине! Героям слава! მდგომარეობა კვლავ მწვავეა უკრაინის რეგიონების დიდ ნაწილში. დონეცკში შეტაკება მოხდა იანუკოვიჩისა და ევრომაიდანის მომხრეებს შორის. დაპირისპირება მოხდა სევასტოპოლში ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეებმა, რომლებიც ქალაქში დაბრუნებულ ბერკუტის მებრძოლებს ხვდებოდნენ ევრომაიდანის აქტივისტ ცემეს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კვლავ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. საგანგებო განცხადება გააკეთა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა. ჯეი კარნის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე. ვაშინგტონი მიესალმება ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას. პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ მოუწოდებს ყველა უკრაინელს კეთრინ ეშტონი. გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის ახალ მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან კრედიტის მიღებაში დახმარებას პირდებიან. იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას მიესალმებიან ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისარები. ევროპარლამენტის თავმჯდომარე კი მომხდარს ისტორიულ მომენტად აფასებს. ყოფილ პრემიერთან შეხვედრას აპირებს გერმანიის კანცლერი. უკრაინაში რჩება ევროპარლამენტის დელეგაცია.
ერთის მხრივ ვართ დამწუხრებულები და ღუპულების გამო, მეორეს მხრივ კი არის სიხარული, რომ უკრაინას გაუჩნდა შანსი იყოს თავისუფალი. მაიდანის მუხტმა და სამთვიანმა ბრძოლამ ეს შედეგი მოგვიტანა. იმედი მაქვს, ქვეყანაში იქნება დემოკრატია და უკრაინა საკუთარი ნებით თავად გააკეთებს არჩევანს. იმედია ეს იქნება ევროპული არჩევანი და იმედია საქართველოც ამ გზას აირჩევს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კვლავ განსხვავებული პოზიცია აქვს რუსეთს. საკითხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. სერგეი ლავროვის შეფასებით მდგომარეობა უკრაინაში უარესდება, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ოპოზიცია შეთანხმების პირობებს არ ასრულებს. პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთის ასტრახანის ოლქის გუბერნატორი ბერკუტის მებრძოლებს თავშესაფარს თავაზობს.